გთხოვთ რომ მიაქციოთ ყურადღება იმას რომ შენ ხარ შექმნილი განსაკუთრებული გეგმისთვის და ურთიერთობისთვის ძალიან მჭიდრო მუდმივი არადროებითი ღმერთთან და იმასთან ვისთანაც გიწევს ურთიერთობა რა თქმა უნდა პირველ რიგში ოჯახია ეს და შემდეგ საზოგადოება სადაც ხარ თუ შენაც გინდა ღმერთთან ეს მჭიდრო ურთიერთობა გინდა მაშინ შენაც უნდა დაამტკიცო რითი ის გვეხმარება რომ მივატოვოთ ყველაფერი ავიღოთ ჩვენი ჯვარი და გავყვეთ მას აბსოლუტურად და მთლიანად და გავხდეთ მისი მიმდევარი ძვირფასება ნახეთ დღეს მინდა ესეთი სათაურის ირგვლივ ვიყოთ და ვიტრიალოთ ჩვენ რომ უნდა მივეწებოთ უფალს გესმით და ღმერთი ლაპარაკობს ამაზე ღმერთი ლაპარაკობს რომ არ არის საკმარისი მასთან რაღაც სხვანაირი ესეთი დისტანციური ურთიერთობა გახსოვთ ხო დისტანციური ურთიერთობები რო გქონდა კოვიდის დროს არ შეიძლებოდა არაფერი ძალიან მაკვირვებდა ის რომ აი მანქანითაც წინ არ შეიძლებოდა რომ ცოლი დამждარიყო მანქანა რა გახდა ესეთი წმინდა ადგილი არ ვიცი მიეწებე იესოს ინდა მიეწებო უფალს დღეს შევამოწმებთ ჩვენ რა მდგომარეობაშია შენი წეპო ამენ და საერთოდ გააქვს თუ არა ეს წეპო წასმული და ვისზე ხარ მიწეპებული ამენ ამიტომ რომ უფალს უნდა რომ იყო მასზე მიწეპებული ნახეთ პირველი ილუსტრაციიდან დავიწყებ მეგობრებო რომ ჩვენ უნდა მივყვეთ იესოს ამენ ესმეთ ჩვენ უნდა მეორე პირველი სურათი გააკეთეთ ცოტა არა მიდინა რა დაჯექიშე არის იქ ჩვენ უნდა მივეწებოთ უფალს უნდა გავყვეთ მის კვალში უნდა დავდგეთ ამენ ვის კვალში დგეხარ ვის მიყვები ვინ არის ის ვისაც მისდევ არის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი ეცდება გააკონტროლოს მას ვინ მიყვება უკან გესმით ყოველთვის არის დაინტერესებული ადამიანი რომ ვიღაც მიყვებოდეს მაგრამ უმთავრესია შენ ვის მიყვები გესმით და ეს უნდა იყოს უფალი მან გვითხრა რომ ჩვენ უნდა მივყვეთ მას თვითფასებო და მასზე მიყოლა ეს არის პატივი ეს არის ხვედრი ეს არის პრივილეგია და ეს არის გადაწყვეტილება არჩევანი რომელიც იმუშავებს შენს მარადისობაზე თუ სად იქნები და ვისთან გაატარებ მას ჰალელუია სწორედ ამიტომ ჩავარდნენ ცოდვაში ცდუნდნენ შეცდნენ პირველი ადამიანიდან დაწყებული ძვირფასებო დღემდე ყველანი იმიტომ რომ არ იყვნენ ისე მიწეპებული უფალზე როგორც უფალმა თქვა ჰალელუია ჭიდრო კავშირში თუ არ მომეწეპებითო უფალმა უთხრა პირველ ადამიანს სიკვდილით მოკვდებითო გესმით მაგრამ იცით ხო ადამი და ერვა არ მომკვდარან ისინი განიდევნენ ედემის ბაღიდან მაგრამ მათი სული მოკვდა ძვირფასებო გესმით დღეს არის ძალიან ბევრი ნომინალური ქრისტიანი მკვდარი არ არის მაგრამ კავშირში არ არის უფალთან სულით რასაც ღმერთი უწოდებს სიკვდილს და სწორედ ამ წეპოზე მინდა ვილაპარაკო დღეს ამიტომ რომ უფალი ხშირად საუბრობდა იგავებით და ჩვენ ყველამ ვიცით რა არის წეპო გამოგიყენებიათ წეპო ის აუცილებელი ატრიბუტია ჩვენს ყოფა-ცხოვრებაში მუდმივი იყო საჭირო არის საჭირო და იქნება საჭირო გესმით იმის გამო რომ შენ არ ხარ მიწეპებული უფალზე სულიერად მკვდარი ხარ და ღმერთს უნდა რომ გაგაცოცხლოს აღგადგინოს და ისევ მიგაწეპოს მაგრამ გადაწყვეტილება შენ უნდა მიიღო ის არ მიგიწეპებს შენ უნდა მიეწებო და რომ მიეწებო რაღაცას უნდა მოშორდე თუნდაც მტკივნეული იყოს იმიტომ სხვაგან არ არის ხნა სხვაგან არ არის გადარჩენა ჰალელუია
დღეს ძალიან ბევრი ამის გამო წვალობს, ირჯება, ფორიაქობს, გადარბენებზეა, ძლივს გაქვს შეიძლება თვიდან თვემდე თავი, იმიტომ რომ არ არის მიწებებული უფალზე. გესმით? ხოლო უფალზე მიწებება ჩვენ გვაძლევს გამოსავალს. ჰალელუია. წებო არის ნივთიერება ძვირფასებო. ეხლა ცოტათი განმარტებისთვის, კარგად დამახსოვრებისთვის, თორე ვიცით, ხო დაახლოებით, ეხლა მის ქიმიურ შემადგენლობაზე არ დავიწყებ ლაპარაკს. ეს არის ის ნივთიერება, რომელიც ორ ნივთს საგანს ერთმანეთთან ან უფრო მეც, ერთმანეთთან აერთიანებს, აწებებს მისი ერთობისთვის, რათა გახდეს ერთი. გესმით? ის ეხმარება ამაში, რათა შეერთდეს, არ არის ერთად და რომ შეერთდეს, არის საჭირო რაღაც, რაც ხელს შეუწყობს ამის შეერთებას. და ჩვენ რომ შევერთეთ ღმერთთან, ღმერთი გვაძლევს თავის წებოს ვირფასებო. მაგრამ ჩვენ უნდა მივიღოთ ამისი გადაწყვეტილება. ჰალელუია. ბიბლიაში წებო მეტაფორულად, გადატანითი მნიშვნელობით არის ერთგულება. თუ შენ ხარ ერთგული, მაშინ ხარ მიწებებული მასთან. ნახეთ, გენიალური ფრაზაა ქართულად. ერთგული. ანუ შენ და ღმერთს გაქვთ ერთი გული. გესმით? ამიტომ არის რომ უფალი არ შორდებოდა განსაცდელში იმად, ვინც იყო მათზე მიწებებული. ჰალელუია. რა უნდოდა განსაცდელში უფალს იმათთან, ვინც იყო ერთგული. იმიტომ ერთი გული ქონდა, არ შეეძლო სხვანაირად. არ აქვს მნიშვნელობა დისტანციურად შენ სად იმყოფები, მაგრამ თუ ხარ ერთგული, ესე იგი მიწებებული ღმერთზე. ის ყოველთვის იქნება შენთან, რაც ნიშნავს იმას, რომ ის გიხსნის, გადაგარჩენს. ამენ. გამოგიყვანს მდგომარეობიდან. ჰალელუია. მოდით ნახოთ რჯულის 13-ის მეოთხე მუხლი. უფლის შენი ღმერთის კვალს გახტევი, მისი გეშინოდეს, მისი მცნებანი დაიცავი, მისი ხმა გაიგონე, მას ემსახურე და მიეწებე. ნახეთ, ეს ყველაფერი ჩვენი გასაკეთებელია ძვირფასებო. ის გვეუბნება, გვეხმარება რა უნდა გავაკეთოთ, რომ ხარისხიანად მივეწებოთ უფალს. ღმერთის კვალს უნდა გახვე. ანუ უნდა უყურო თუ ვის კვალში დგეხარ. გესმის? თუ ამოვარდნილი ხარ კვალიდან, უნდა ჩადგე. თუ ამოვარდნილი ხარ, ესე იგი სხვის კვალზე ხარ გაყოლილი, უნდა შეჩერდე. მინდა ღმერთს მიეწებო. მაშინ უნდა ამოხვიდე, მის კვალს გახვე, მისი უნდა გეშინოდეს. ამენ? არ უნდა გეშინოდეს კოვიდის, დაავადების, გესმით? შიმშილის, არ უნდა გეშინოდეს რაღაცის, მხოლოდ ღმერთის უნდა გეშინოდეს. ჰალელუია. იმიტომ რომ რისიც გეშინია, იმან შეიძლება დაგამარცხოს და მოკლას, მაგრამ ღმერთი არ მოკლავს. თუ იქნები მისი მოშიში. შემდეგ მისი მცნებანი დაიცავი. გახსოვთ მცნებები? დღეს ადამიანს რო კითხო, გეტყვის, მე ქრისტიანი ვარ, მცნება ვიცი. ცოდნა არ არის საკმარისი ძვირფასება. იმიტომ იმ მცნებაში თუ წერია, მაგალითად, არ მოკლა, არ მოიპარო, არ მოიტყუო. შენ ეს არ უნდა გააკეთო, თორე თუ იცი რა წერია, ეს მშველელი არ არის. ცოდნა არის ყველაზე ცუდი წებო. ამენ? თუ ასრულებ, ეს არის ძალიან მაგრად მიწებება მასზე. მისი ხმა გაიგონე. როგორ უნდა გაიგონო მისი ხმა? ყველა დანარჩენ ხმას უნდა ჩაუწიო. ამენ? აი, განსაკუთრებით შეიძლება ასაკში ადამიანს რომ უქვეითდება სმენა. ხმა მითხარი რომ გეუბნება. ხო? ან რაღაც საინტერესოს უსმენს და ვერ გააჩერა იქ მოფუსფუსები, ოჯახის წევრი. რასაკეთებს? ამ პულს ყველაზე მაქსიმალურად უწევს. რატომ? რომ გაიგონოს რაც აინტერესებს. ამენ? ამიტომ რომ გაიგონო ღმერთი რას გელაპარაკება, ყველაფერს უნდა დაუწიო. ამენ. იმიტომ ძალიან ბევრი ხმა არის ჩვენს ირგვლივ. ის რაღაცას გეუბნება, ის რაღაცას გთხოვს, ის
იქ რაღაცის მოვალე ხარ, იქ ვიღაც მოვალეა, იქ რაღაც გინდა, აქ რაღაც სურს, იქ რაღაც არ გინდა, ეს ყველაფერი ტრიალებს. იმიტომ რომ ვერ გაიგონო ღმერთის ხმა. გესმით? რაც აფუჭებს წეპოს. ამიტომ მისი ხმა გაიგონე, მერე მას დაუწყე მომსახურება. მას ემსახურე. გინდა ღმერთს ემსახურო. ჰალელუია. და ამის შემდეგ ჩემო კარგო, შენ მიგიწებებს უფალი, იმიტომ რომ ეს არის ის სამზადისი, რაც მზადყოფნაში გაგდებს, რათა კარგად და ადვილად მიეწებო უფალს. ამენ. ამიტომ ეს ადგილი კარგად დაიმახსოვრე, შეისწავლე. და ყოველ დღე, როდესაც გადადგამ ნაბიჯ სახლიდან, რაღაც საქმეზე, შენს თავს უთხარი, რომ მე დღეს ღმერთის ყვალში უნდა ვიდგე და ისე გავაკეთებ ჩემს საქმეს. მისი უნდა მეშინოდეს. ამენ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ღმერთის მეშინია და ქუჩაში თავისუფლად იარო, სადაც მანქანები ბზრიალებენ. მე ღმერთის მეშინია, მანქანამ დამეტაკოს კაცო. მე ღმერთის მეშინია, მე რა რო გადავაბიჯო მე-5 სართულიდან. ქვემოთ, არ მოვკვდები. ამას არ გულისხმობს უფალი. გესმით? ის რა თქმა უნდა არ უნდა გააკეთო. ხომ ხარ ჭკვიანი? და არ აკეთებ ასეთ რაღაცას. ჰალელუია. მე ვიცი და ვიცავ ვის ცნებებს, მისი ხმა მესმის, ყველაფერს ვუწევ, რომ ღმერთის ხმა არ გამოიმყაროს. მე მისი მსახური ვარ. სადაც არ უნდა ვიყო. ყანაში, ბაღჩაში, ბოსტანში, ბაღში, სახლში, სამუშაოზე, მე მისი მსახური ვარ. ამენ. და ამით ეწეპები მას. ჰალელუია. ვიფასებო, ღმერთის მოწოდებულები და არჩეულები მთელი ბიბლიის მანძილზე არ დაიღუპებოდნენ, რომ ყოფილიყვნენ კაპიტალურად მიწებებული ღმერთზე. და რას ნიშნავს ეს? არა 90%-ით, არა 85%, არც 99%-ით, არამედ 100%, იმიტომ რომ 1%-ით, თქვი ასე 1%-ით, საკმარისია ეშმაკისთვის, რომ გააფუჭოს ეს წეპო. ამენ. ის იმას კი არ ეძებს შენში, რომ თლიანად უარი უთხრა ღმერთს და არიარო ეკლესიაში რაღაც არ გააკეთო, შეიძლება კითხულობ, აქტიური ხარ, მე 1000-საც იხდი. მაგრამ ერთი პატარა ჭირდება მას. ამაზე გეტყვის სწორს აკეთებაც, კარგია, შენ ნახე სხვები არ აკეთებენ, შენ სხვებს ჯობი ხარ, თავში რო აგივარდეს. მაგრამ მას სულ პატარა ჭირდება, 1%-იც კი, რომლითაც აბსოლუტურად აფუჭებს შენს ერთგულებას, შენს წეპოს. და უნდა მივაქციოთ ამას ყურადღება, ამ 1%-დან იწყება, ესე თქვათ, რყევები. ამენ. კარგად, ეს შედარებით ეს კარგადაა, ხო ერთმანეთზე დაწეპებული. რომ არ იყოს კარგად, რყევას დაიწყებს უფასო. ამენ. ნელ-ნელა, ეტაპობრივად, თანდათან, უცებ კი არა ანგრევს ურთიერთობას ეშმაკი. შენსა და ღმერთს შორის, ან ადამიანს შორის. ნელ-ნელა, პატარა, სულ პატარა პროცენტს პოულობს რაღაცის, ეჭვის და მერყეობის. ჰალელუია. ვიფასებო, ნახეთ, იატაკი არ დადის, რომ მიეწეპოს მაგალითად პარკეტს. ეგრეა? შენ პარკეტს ამზადებ, რომ დააწეპო იატაკზე. კედელი არ დადის, რომ მიეწეპოს კაფელს, ლამინატს და ასე შემდეგ. მას უსვამ წეპოს, შესაბამისად, რომ მიაწეპო კედელს. ამენ. და ასევე ღმერთი არ დადის, რომ მოდი ახლა გავივლი ქობულეთში ეკლესიაში, რომ რაღაცა გრძნობ, რომ ერთ ადგილზე აღარა მიწეპებული ვინმე და მოდი ვინმე მივიწეპო. შენ უნდა ეძებო ეს წეპო, ერთგულება, შეპირდე, გადადო რაღაცები და მიეწეპო უფალს და ის უარს არ გეტყვის ასეთ შემთხვევაში. ამენ. შენ უნდა მიიღო ამის გადაწყვეტილება. ჰალელუია. რა მოუვიდა ესავს ვიფასებო? ღმერთი არ უარყო ესავმა. ღმერთს ელაპარაკებოდა შეცოდების შემდეგაც, მაგრამ მან აქცენტი გააკეთა ხორცზე. პირდაპირ ვთქვათ, მუცლის ამოყორვაზე. ძალიან ბევრი შემცდარა ძვირფასებო, დიდი მსახურები საჭმლის გამო. ნელ-ნელა შეეპარენ ამას, ვერ დაიცვეს თავი, გადააბეს დღე და ღამე ერთმანეთთან
იმიტომ რომ ეს აზიანებს ჯანმრთელობას, ესმით, სტომაქის მსახურები გახდნენ და არ შეიძლება ტელევიზორი ნებისმიერ არხზე ჩართე, ყველა გასწავლის როგორ დაიცვა დიეტა და ყველას რაღაც მისის და ეს ხალხიც დაძდევს ბიჭო იქეთ, ჯერ ერთი თითქოს რაღაცა მერე არ გამართლა, მერე მეორე, მერე მესამე. ბოლოს იქნებს კაცი ხელს და უფრო უარესი გასუქებული მერე ხედავ. რაც აზიანებს ჯანმრთელობას. საული ძვირფასებო თანამდებობაზე და გავლენაზე იყო დაქვემდებარებული. და მის საშუალება ეშმაკს რომ ეს წეპო გაფუჭებულიყო. გესმით? როდესაც ადამიანს ღმერთი მოუწოდებს და ირჩევს, ის აძლიერებს ამ წეპოს, მაგრამ შენ არ უნდა მიაქციო ყურადღება, არაფერს შენს ირგვლივ. თავარი ის არის თუ ვიზზე ხარ მიწეპებული. ამენ? თავარი ის არის თუ ვინ არის ის, ვინ შენ მიგიწება და არა რა საქმიანობას აკეთებ. რომ აქ ყველაფერს გააკეთებს ეშმაკი. ო, შენ მაგარი ყოფილ ხარ კაცო. შენნაირი არავინ არ არის. ესმეს? და ეს აფუჭებს წეპოს. დედა რა ჭკვიანი ხარ, რა ლამაზი ხარ, რა ძლიერი ხარ, რა ისა ხარ მოქნილი. ამენ. იცით როგორ? ესეთი თქმულება არის რა. იესო რომ ვირზე იჯდა, ხო გახსოვთ ეს პროცესი. და ყველა გამოსული ტანსაცმლებს იხდიდა, კაცო და უგებდა, პატივს მიაგებდა. კარგი იგეს, რა ქვია, ტოტებს, მარტო ბზა არ იყო იქ. და საერთოდ არ წერია ბზა ბიბლიაში. გესმეთ? და წარმოიდგინე ვირის ადგილზე შენი თავი. გუშინ ყველა მათრახს გიწყავდა, ჩხარა რაღაც წაიღე ტვირთიო და დღეს ყველა პატივს მოგაგებს კაცო და ვირს ეს სიამოვნა. გესმით? ვირმა იფიქრა, ჩვენ ნახე მე ხო ისე მქვია თუ არა ვირი არ ყოფილვარ გას. ნახე რა პატივში ვარ. მაგრამ იცით, ვირი არაფერ შუაში არ იყო ძვირფასებო. ვინ იყო შუაში? იესო. იესოს უკეთებდნენ ამას. ამიტომ თუ შენ ვიღაცა ოდესმე რაღაც ქათინაურს გადმოგიგდებს, ან შეგაქებს, იცოდე რომ ეს იესოს გამოა. არის მის? ამენ. ყოველთვის როდესაც გაქებე, გაგახსენდეს ვირი. და თქვი მე არ მინდა ვიყო ვირი. ამენ. თუ დაიწყებ იმაზე ფიქრს რომ შენ ხარ რაღაც, მაშინ ვირი უფრო სასარგებლო არის. ამენ. ღებულობ რამეს დღეს. უფრო ყურადღებით იყავი, კარგი რაღაცებია იქეთ. იესოს გამო ხარ. ვინც ხარ და რაც ხარ. და მის გარეშე არაფერი არ ხარ. ამიტომ შენ უნდა იბრძოლო, რომ გაუფრთხილდი ამ წეპოს, იმიტომ რომ ბევრი მტერი ყავს ამ წეპოს. და შენი ნებართვის გარეშე ვინმე ვერ გააფუჭებს ამ წეპოს. თუ ფუჭდება ურთიერთობა ვინმესთან, შენი გახსნილი კარებია. ამენ. იმიტომ ღმერთი არ გადაიფიქრებს რომ შენ მოგიშოროს. ესმეს? და შენ რა გინდა ეს არ არის მთავარი. რას აკეთებ და რას მოქმედებ, ეს არის უმნიშვნელოვანესი ძვირფასებო. ჰალელუია! სამსონი თავის ძალაზე და შესაძლებლობაზე გაახდა ორიენტირებული. გესმით, რამაც გაუფუჭა წეპო ღმერთთან. ყველაზე ძლიერი კაცი იყო. იყო, ფაქტია. მაგრამ თავში აუვარდა. გესმით, და არაფერ შუაში არ იყო ის, ღმერთმა მისცა. გეხაზი მატერიალურზე და ფინანსებზე ძვირფასებო. გამტიდრებაზე უცებ არაფრისგან. შეხედა რომ შეიძლება შესაძლებლობა ნახოს რაღაც ცხოვრების გაუმჯობესების და საერთოდ დაეცა. ნაცვლად იმისა რომ კურთხევაში წასულიყო. ჰალელუია. ამენ. ორ ბატონს ვერ მოემსახურები. ორ ბატონს ვერ მოემსახურები. აქ უფალს და იქ კიდევ ვიღაცას. ნახე ღმერთის გეშინოდეს. ის მოგიგوارებს საქმეს. შენ სხვა არაფერი არ გჭირდება. ჰალელუია. წეპო სხვადასხვა არის ძვირფასებო, არის იაფი, ძვირი, არ ვიცი, სუპერი, უნივერსალური, რკინასაც რო აწებებს და ისეთ რეკლამას გაუკეთებენ. რომ იმიტომ გინდა კარგი წეპო ნახო. ხო მესეა.
ამიტომ ყველაზე კარგი წეპო არის როგორი მიძღვნილი იქნები უფლისადმი და ერთგული. ამენ. როგორ დააყენებ მას შენ ცხოვრებაში პირველ ადგილზე. ჰალელუია. თუ სხვერპს გაიღებ და გაყვები უფალს, რომ მასზე იყო მუდმივად მიწეპებული, შეიძლება დასაწყისში რაღაც დაკარგო. ყველა ბიზნესმენი დასაწყისში ზარალშია. თუ სწორად იქცევა მე ქრისტიანულ ბიზნესმენს გულისხმობ. ამენ. მაგრამ მერე უნაზღაურდება. ღმერთი აგინაზღაურებს. ამენ. ღმერთი მოგცემს ამის საშუალებას აუცილებლად. ჰალელუია. მთელი გულით და არა გონებით მიწეპება. მსახურება და გაყოლა იესოზე არის ერთგულება ძვირფასება. ამიტომ შეიძლება მიყვები უფალს, მაგრამ მთელი გულით არა. შეიძლება გიყვარს, მაგრამ მთელი გულით არა. ამენ. გიყვარს, იმიტომ რომ გჭირდება რაღაც. გინდა, იმიტომ რომ რაღაცა მოითხოვს ამ ყველაფერს. ამიტომ ერთადერთი ძვირფასება ყველაზე სუპერ უნივერსალური წეპო უფალთან მიწეპების ეს არის შენი შინაგანი შენი სინდისით მიწეპება. არა გზნობებით. მე ახლა დამჭირდა უფალი. რაღაც ამტკივდა და მოდი მივიდე რომ იქ გამყურნავს ღმერთი. არა ძვირფასება. როგორც დღეს იყო დასაწყისში საუბარი, ხო? რომ დროის გაცემაც, მსხვერპლის გაღებაც არის მსხვერპლი, არა მხოლოდ ფინანსურის. ჰალელუია. 63 ფსალმუნის მერვე მუხლი. შენ მოგტმასნია ჩემი სული. შენს მარჯვენას ვუკავი ვარ. ამენ. უფალო, შენზეა ჩემი სული მიწეპებული. ჰალელუია. სულია მიწეპებული. ჩემი შინაგანი, ჩემი გული, ჩემი სინდისი. ამენ. რაც არ უნდა მოხდეს. ჩემი სული მაინც არის შენზე მიწეპებული უფალო. შეიძლება რაღაც წამართვა, რაღაც მომაძრონ, მომაგლიჯონ, ამათხრიშონ, მაგრამ შენს წეპოს, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს, ვერაფერი ვერ შეცვლის. ვერაფერი ვერ დაანგრევს, ვერაფერი ვერ ამაგლიჯავს, შენ მოგტმასნია. ჰალელუია. იცოდე, თუ გადიხარ რაიმე პრობლემაში, ყოველთვის აღიარე რომ უფალო, ჩემი სული შენზეა მოგტმასნია. მიკერებული, მიჯაჭვული, მიდუღებული, მისვარკული, მიწეპებული, მხოლოდ და მხოლოდ შენზე უფალო. ამენ. იმიტომ ღმერთმა მოგცა არჩევნის უფლება. როდესაც ის ამბობს, მე ვდებ შენს წინაშე სიცოცხლეს და სიკვდილს. რა გინდაო არ წერია, იმიტომ არავის არ უნდა სიკვდილი. გონი აქაც არ არის ვინმე, ხო? ამდენ ხალხში ვისაც სიკვდილი უნდა. ამენ. ჰალელუია. ეჭვი ხო არ გეპარებათ? აი კურთხევა და წყევლა. ვის უნდა წყევლა? არავის. გესმით? მაგრამ თუ შენ ცხოვრებაში პრობლემაა, ეს იმიტომ რომ არ ხარ მიწეპებული უფალზე. გესმით? თუ უფალზე იქნები მიწეპებული, შენ ავტომატურად ხარ სიცოცხლეში, ავტომატურად ხარ კურთხევაში. ამენ? ავტომატურად ხარ წარმატებაში. იმიტომ რომ ის კურთხეულია, წარმატებული და მარადიული ცოცხალი. ამენ? თქვი უფალი არის გარანტი ჩემი სიცოცხლის და კურთხევის. ამიტომ მხოლოდ უნდა მიეწებო. შენ კი არ უნდა ასწავლო თქვა, ღმერთო, ეხლა კურთხევა მომეცი, ეხლა სიცოცხლე, ეხლა ეს. მან იცის, შენ ხარ მიწეპებული. ენდობი, მიყვები, ერთგული ხარ და უფალი ყველაფერს აკეთებ შენ ცხოვრებაში. შენ არ აკეთებ, შენ მიწეპებული ხარ. ამენ? შენ უფრთხილდები წეპოს, რომ არ მოშორდე. დანარჩენი შენი საქმე არ არის. ქება უფალს. ყველაფერი ძვირფასობა წაღა გქონდა ილუსტრაცია და მოდით ნახოთ. იწყება საიდან? წუთის ოფლის არ შეყვარებით, ჩამოშორებით და ორმაგი სტანდარტით ცხოვრებით. ნახეთ? არ შეიძლება ერთი ფეხით იყო უფალთან და უფალზე მიწეპებული და მეორე ფეხით ქვეყნიერებასთან. იმიტომ რომ ეს გამოჩნდება. ამენ. თლიანად, მთელი არსებით უნდა იყო უფალთან. ამიტომ ამბობს ღმერთი, რომ არ შეიყვარო წუთის ოფელი. ამენ. ცუდი საზოგადოება რყნის კეთილს ნეჩვევას.
მოდით ნახოთ. საღი ნაყოფი დაალპო რა დამპალმა. სულ მახსენდებოდა, როდესაც წლების წინ როდის იყო ეს? კაი 12-13 წლის წინ, მეტი თუ არა. პირველად რო წავიკითხე ეს ადგილი, რომ ცუდი საზოგადოება რყნის კეთილს ნეჩვევას, გამახსენდა ძვირფასებო. ადრე იქ ბიძაჩემთან მანდარინს ცოტა შენახული რო ქონდათ თავისთვის. ასუფთავებდნენ ხოლმე, იმიტომ რომ დამპალი რომელიც იდოა ამ ყუთში, ამ ერთ დამპალს შეეძლო ყველა დანარჩენის დალპობა. და სულ მიკვირდა ბიჭო, ეს ხო ჯანსაღია, რატო ამ ჯანსაღს არ შეუძლია ამ ერთი დამპალის განკურნება? რატომ ის ერთი დამპალი ამ ყველა დანარჩენს სავსე, ყუთს, არ ვიცი, გოდორს, ალპობს? აი ზუსტად ასეა. ვისთან ხარ ურთიერთობაში? ესმეთ? უფალმა გაგვაფრთხილა, ცუდი საზოგადოება რყნის კეთილს ნეჩვევას. არ უნდოდა ამ ხალხს რომ დამპალიყო, მაგრამ მასთან სიახლოვემ გამოიწვია ეს. მასთან მიწებება. ვისთან ხარ? ვისთან ატარებ დროს? ვის გარემოში ხარ? ვის უსმენ? ვის ემსახურები? ვის კვალში ხარ დასაწყისში? ამიტომ გითხარით რომ ეს ერთგვარი საკვანძო მუხლი არის რჯულიდან. რომ კარგად შენარჩუნდეს და უფრო გაძლიერდეს წეპო. აი უნდა დაიცვა ეს საკითხები. ვის კვალში დგეხარ? ვის ხმას ისმენ, ვის ვიყვები, ვის ემსახურები, ვის უჯერებ, ესმის. და აი ამის შემდეგ შეგიძლია თლიანად მიეწებო და აბსოლუტურად მიეწებო. კაცის მტერი შინაურიაო იესო თქვა. აი შინაურიც კი თუ ის არ არის უფალზე მიწებებული, შენ გაგაფუჭებს. იესო გვითხრას ვიფასებო. გამოცდილებას გვაქვს და იმიტომაც გვჯერავს, მაგრამ უფალმა რო თქვა, ეს არის აქსიომა. ამენ. ამიტომ კიდევ ერთხელ, ვის კვალში ხარ, ვის მიყვები, ვის უჯერებ, ვის ხმას ისმენ, ვის ემსახურები. და ვინც არის ეს, იმას ეწებები. ამენ. და ჯობს იესო იყოს, რომ მას მიეწებო. ჯობს უფალი იყოს, რომ მას მიეწებო. იესომ თქვა ძვირფასებო, რომ ღმერთზე მიწებების შემდეგ არის მნიშვნელოვანი პირველი ვეწებებით ღმერთს და მეორე უმნიშვნელოვანესი საკითხი ადამიანის ცხოვრებაში. უნდა მიეწებო ისეთივე პიროვნებას, რომელიც ღმერთზე არის მიწებებული. არ მიეწებო რაღაც გრძნობებიდან გამომდინარე ვინმეს და არ გახდე მისი მეუღლე ან არ გაიხადო თავი. ესმის? მორწმუნე, რომელიც მიწებებულია ღმერთზე, ილოცე რომ იმას მიეწებო. ამენ? არ მიეწებო ისეც, რომელიც არ არის უფალზე მიწებებული. თორე არ იქნება ეკლესიაში. მიზეზები ექნება მხოლოდ. არ იქნება. ესმის, იმიტომ რომ ღმერთზე მიწებებული შეუძლებელია, რომ არ იყოს ღმერთთან, მის სხეულში. ჰალელუია. არის შენი ფეხსაცმელი დაწეპებული ერთმანეთზე, ზედა ნაწილით და ქვედა. რატო არ დარჩა ქვედა, ქუსლი რატო არ დარჩა სახში? მიწებებულია. ამენ? მიწებებულია და იმიტომ ყოველთვის არიან ერთად. შენი მეუღლე, როგორც შენ, უნდა იყოს მიწებებული უფალზე. ამენ? ეს გაადვილებს შენ ცხოვრებას. ჰალელუია. ღმერთი გვაფრთხილებს ძვირფასებო, რომ ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება. ამენ. უნდა მიეწებო ერთგულზე, მორჩილზე, ამენ, მსახურზე, მსხვერპლიანზე. ერთ-ერთი ებრაულად, ერთ-ერთი თარგმანი არის პროსკოლაო, მიეკარითო ერთმანეთს. ცოლი ქმარს მიეკვრება და ერთი იქნებიანო. ერთი რო გახდეს, უნდა მიეწებოს ერთმანეთს. ამენ. ერთი საქმე რო გაკეთდეს, ერთ უღელში უნდა შეყო თავი, ამიტომაც ქვია მე უღლე. ამენ. და უღელში არ არის ერთი უფროსია და მეორე სუსტი.
იქ თანაბრად ნაწილდება. იმიტომ ამ უღელს ვიღაც მართავს და ეს უფალია. ამენ? და თუ არ ხართ უფალზე მიწეპებული და უფალი თუ არ მართავს, მაშინ ალბათ ხვდებით ვინ მართავს თქვენს ოჯახს. და მნიშვნელოვანია ამის გათვალისწინება. ეს არის მიკვრა მიწეპება მტკიცედ შეერთება, რომ გახდეს ერთი ხორცი. ფეხსაცმელი, იცი, შენი ფეხსაცმელი არ შედგება რამოდენიმე ნაწილისგან და ცალკ-ცალკე არ დადის, ხო? შენს წინ. ჯერ ქუსლი გაიქცა, მერე მისი ელვა. ეგრე არ არის, ერთად არიან. აი ესე უნდა იყოს ერთად ცოლ-ქმარი. გინდა? თუ დაოჯახებული ხარ, სადაც შენ ხარ, იქ შენი ქმარი იყოს ან ცოლი. გინდა? ამენ. გაუფრთხილდი ამ წეპოს. პირველი მეფეთა 11:2. ნახეთ სოლომონზე რა წერია ძვირფასებო. იმ ერებიდან, რომლებზეც ნათქვამი ჰქონდა უფალს ისრაელის ძეთათვის, ნუ შეხვალთ მათთან და ნურც ისინი შემოვლენ თქვენთან, თორემ უსალთუოდ მიდრეკენ თქვენს გულებს თავიანთი ღმერთებისკენო. სოლომონი სწორედ ასეთებს მიეწება სიყვარული. ნახეთ, ღმერთი გვაფრთხილებს, ღმერთი თავის ერს აფრთხილებდა, აი ამ ერებიდან არავის არ მიეწებო და არ მიიწებო. დღეს ღმერთი გვაფრთხილებს, ვინც მორჩილია, ვინც ერთგულია, ვისაც იესო უყვარს, იმას მიეწებე, იმან მიგიწებოს. გესმით? მოდი მივეწებოთ ერთმანეთს, ჩვენ ხო შეგვიყვარდა გუში. მივეწებოთ და კი კაცო მე ვიქნა, ანდა მე არ დაგიშლი შენი არე კაცო. ესე ზღაპრები გაგიგონიათ, თუ არ გადაგიტანიათ. არ შეგიშლი ხელს. პირიქით მიგიყვანი იქ, ჩამოგხსოვ დაგელოდები, ზარს რომ მომწე მოგაგითხავ და წაგიყვანი. და მერე დაჯექის სახში. და ეცდები რომ მას მიეწებო და მიეწებო სხვა ღმერთს და იცით ალბათ ხო რა გადაიტანა სოლომონმა. ყველაზე ბრძენი კაცი, ყველაზე უგუნური გახდა. ხო არ გინდა უგუნური გახდე? გაუფრთხილდი ვის ეწებები. არ გამოვა ერთგულება თუ მეუღლე არ არის შენს უღელში. გესმით? შვილებიც ასევე ეწებებიან იმას ძვირფასებო, რაზეც ხარ მიწეპებული შენ. ჩვენთვის ადვილია და პოზიციაც არის, რომ შვილს ჭკუა ვასწავლოთ. არა მხოლოდ უნდა ასწავლო ჭკუა, ის ასევე ხედავს თუ შენ რას აკეთებ. და რაღაც დრომდე შენს ნათქვამს შეიძლება ასრულებს, მაგრამ უფრო აქცევს ყურადღებას შენს გაკეთებულ შენს აქციებს. ამენ? შენ რას აკეთებ და როგორ იქცევი. ნახეთ, აი ესეთი ექსპერიმენტი რო ჩავატაროთ, ავიღოთ რაიმე ნივთი, აი თქვათ ეს მიკროფონი. ამას წაუსვა ძალიან კარგი ხარისხის წეპო ძვირფასებო. და ესე დავტოვოთ. რა მიეწებება ან ვინ? სადაც ის იქნება, ის მიეწებება და იმას მიეწებება. ამენ? ვინ არის და რა არის შენზე მიწეპებული? რასთანაც და ვისთანაც ატარებ დროს. უფალთან ატარებ დროს, ბიბლიასთან ატარებ დროს, ლოცვებში ატარებ დროს, მორწმუნეებთან ატარებ დროს, რაღაც კარგ წიგნებში ატარებ დროს და რაღაც კარგ გადაცემებში, თუნდაც ტელევიზორში, ეს იქნება შენზე მოწეპებული. ამენ? თუ ცუდ საზოგადოებაში ხარ, რომელიც კეთილს ნეჩვევას ყვნის, სადაც ბილთ სიტყვაობა, ეს შენს ენასაც მოეწეპება. ამენ? ამენ. ამიტომ ნუ გიკვირს მერე, ეს რა არის კაცო? პავლე რო ამბობს, კარგი მინდა და ვერ ვაკეთებ, ცუდი არ მინდა და მეწეპება. რა გინდა იქ? მოგეწეპება აბარასიზამს. ამენ? თუ გინდა უფლის ნება მოგეწებოს, მაშინ მის ნებაში უნდა იყო, მის სხეულში უნდა იყო, მის ეკლესიაში უნდა იყო, მუდმივად უნდა იყო მასთან. ამენ? ამენ ძვირფასებო. ჰალელუია. ნახეთ, ჩვენი საყვარელი ილუსტრაცია ოჯახზე. ქვემოთ ჩანს რა? ტელეფონზეა მიწეპებული ძაღლიან კატიანად ოჯახი.
და ზემოთ ნახეთ რაზე არიან მიწებებული. ლოცულობენ. თვიფასებო. როდის იყო ბოლოს რომ შეიკრიბეთ ოჯახი და ერთად ილოცეთ. თუნდაც 5-10 წუთი. შვილს მოჰკიდე ხელი, მეუღლეს მოჰკიდე ხელი და უთხრე მოდი მადლობა უთხრათ იესოს. გესმეს? როდის იყო რომ დაჯექეთ ბიბლიის შესასწავლად და საკითხავად? უფალმა მითხრა ვინც არ მუშაობს არ ჭამს და მე მაქვს მიწეპებული თოხი ხელზე. კი ბატონო. სიზარმაცე არ უყვარს ღმერთს. ამენ? მე მახსოვს ადრე აი სახში მოყვანილი ლობიო რო ყვაო და მებია ჩემი მოკრებთა და სულ ლობიოს ფოთოლი მიწეპებული ქონდა რომ ამოვიდოდა. გახსოვთ? კიდე თუ ყანაში გაევლი უნდა გაიარო, იმიტომ ზარმაცი არ უნდა იყო, ხოზი გაგეწეპება. კიდე რა გეწეპება? იცი, კრებულის დღეს ხოზიკა არ უნდა გეწეპებოდეს. ამენ. წინას არ უნდა მოემზადო. რომ მეორე დღეს მე უფალთან უნდა მევიდე. მეთანხმები? ამენ. ჰალელუია. არ ყოფილ ვარ იქა. რაბერ არ ყოფილ ვარ კაცო. უკან ნახე რა გაქვს მიწეპებული. დიდება უფალს. მომყვებით ვიფასებო. როდესაც არის შესაკრებელის დღე, სადაც იესო მოდის, რომ შენ შეხვდეს და გელაპარაკოს, გითხრას, მოდი ჩაგეკრა უნდა გულში. აბა მითხარი რა გინდა? ვერ იზამ მაგას დაანებე თავი, მე მომანდე, მე მოგეხმარები. აქ უნდა იყო ამ დროს და მუდმივი უნდა იყო ამაში ჩემო კარგო, ესე კი არა რაღაც გამოანათა და მოხვედი. რომ უფალმა თქვას, ნახე ერთგულია. ეს კარგი წებოა. ამენ. იმას უფრო გააძლიერებს უფალი. ან უნდა მიხვიდე და უთხრა უფალო, ცოტა წეპოში რაღაც პრობლემაა და განაახლე. ამენ. თუ შენ ამას არ გააკეთებ, უფალი თავისით არ გააკეთებს. მიაქცია ამას ყურადღება. ამენ. რომ არ დაიკარგოს შენი მომავალი თაობა. სად არის ისევ დააბრუნე ის იყოს. რომელი გინდა? ხო გინდა ზედა ნაწილი. იყოს შენს ოჯახში. დაიწყე. 5 წუთით დაიწყე, 10 წუთით დაიწყე და ცვლილება მოვა შენს ოჯახში. ამენ. ამას თუ არ გააკეთებ ძვირფასო, ნახეთ, მაშინ იქნები ქვედა სავარძელზე, კომფორტულად დამждარი. იქ მუხლებზე უნდა დადგე, ცოტა მტკივნეულია, არა კომფორტულია. არ არის რა ესეთი. ცოტა საძნელოა. მაგრამ წეპო მოგეხმარება ამაში. ამენ. მე დრო არა მაქვს რომ ვიკითხო და ვილოცო. ჩემო ძვირფასო. ამისთვის საიდან გაქვს დრო? ამისთვის ხო გაქვს? იმდენი დრო გაქვს ამისთვის. დრო ისიამოვნო, ყურსასმენი გაიკეთო, იცინო, ვიღაცაზე ეჩატაო. და ბიბლიისთვის არა გაქვს დრო? თუ დრო არ გაქვს, მაშინ იმისთვისაც არ უნდა გქონდეს, ხო? ამიტომ მონახე დრო, რომელი დროც შეგინარჩუნებს სიცოცხლეს და მარადისობას. ეს ვერაფერს ვერ გაგიკეთებს. ამენ. გადახედი ამ სისტემებს შენ ცხოვრებაში, ამ პრინციპებს შენ ცხოვრებაში. ამენ. ვერ მოემსახურები ორ ბატონს. მოდით ნახოთ. ბიბლია და ფული. საჭიროა. ორივე ხო საჭიროა. იცი, თუ გაათანაბრებ ამას სასწორზე და ყველაფერს თავის დროს მისცემ, კარგად იქნება ყველაფერი, მაგრამ თუ შენ მხოლოდ იმაზე იქნები, გადაიხრები, ამოკოტრიალდები. ესმის? არავის შეუძლია ორ ბატონს ემსახუროს. შეწყვიტე ორ ბატონზე მომსახურება. ამენ. რომ შენი ოჯახი შეიცვალოს. ჰალელუია. გინდა შენი ოჯახი შეიცვალოს. რომელ
ბატონზე ხარ მიწეპებული? შეხო იცი რომელზე ხარ მიწეპებული? ნახეთ, მოდი შემდეგი ვნახოთ. თუ სწორად ხარ მიწეპებული უფალზე, ის დაანგრევს ამ ყოველგვარ წეპოს, რომელზეც შეიძლება მიეწეპოს შენი შვილი. დღეს თუ არა ხვალე. მე თავისუფალი ვარ, მინდა მივალ ეკლესიაში, მინდა არა. არა ვარ ეკლესიის წევრი. მომინდება მივალ, მომინდება არა, ძვირფასებო. თუ ამ წეპოს გააუქმებ, ნახე ვინ მიგიწეპებს. სხვადასხვა, აქ შეიძლება წარმოიდგინო შენი ფანტაზიით. ნიკოტინი, ალკოჰოლი, ნარკოტიკი, აზარტული თამაშები, ტელეფონი. ვიზია შენი შვილით თუნდაც, ვიზია მიწეპებული დღეს. გაგახარებს? ეხლა რო იხცოდე და დარწმუნებული იყო რომ შენი შვილი ეხლა ბიბლიას კითხულობს და ლოცულობს. იქნება სასიამოვნო ეს შენთვის. ამაში ხო არ არის. ახსადგენია წეპო. ახსადგენი გაქვს ურთიერთობა. უფალთან რომ მიეწეპოს შენი სახლი. გესმით? და უნდა მიაქციოთ ამას ყურადღება. იგავის 22:15. სიმბრიყვე მიეკრა ყვაწვილის გულს, მაგრამ შეგონების კვერთხი გამოდევნის მას. შეგონება არ მინდა. ჭკუა არ მასწავლო კაცო. და ამას თუ ადამიანი ვინმეს ეუბნება, თქვათ, მის მენტორს, მის ლიდერს, მის პასტორს, ამით უფალს ეუბნება. მეთქი ჩემმა გონეო უნდა უთხრა, მამხილე, მასწავლე, გზაზე დამაყენე. მომწკეპლე, იმიტომ რომ უფალს ვინც უყვარს, სცემს ეს წერია. შენი შვილა არ მომცე. და მაშინ ვივლი ეკლესიაში. მაშინ სხვა ეკლესია მოძებნე. იმიტომ რომ უფალი შენი შვილას იძლევა. ამენ. შეიძლება იპოვო ისეთი ეკლესია, სადაც არ იძლევია შენი შვილას და ეუბნებიან. უფალს უყვარ ხარ, მეც მიყვარ ხარ, შენ თუ ასე გაზრდი შვილს, რომ რაც არ უნდა გააკეთო, მე მიყვარ ხარ. ყველაზე დიდი მტერი შენ ახარ მესი და დაღუპავ მას. ნახე, შეგონების კვერთხი. და ხშირად ვლაპარაკობ ჩვენ ბავშვების აღზრდაზე და განსაკუთრებით ბავშვთა დაცვის დღე რო არის ძვირფასებო, შეგიძლიათ ნახოთ ის ქადაგება და მოусმინოთ. რომ მწყეპლი არ უნდა დაიშურო მისთვის. რომ გადაარჩინო. ამენ. ბიბლია არის გამოსავალი. სულიწმინდის მხილება და სწავლება. ეკლესია შეცვლის მას, გამოდევნის სიბრიყვეს. საიდან შედის ყვაწვილში სიბრიყვე? თანატოლებისგან. თუ სახლში ესე მუხლებზე მასთან ერთად არ ახარ, ლოცვაში და ბიბლიის კითხვაში, მაშინ ქვეყნიერება ასწავლის და გაზრდის მას. ქუჩა გაზრდის და ესო. და გაუზრდის ვის? უფალს. ამიტომ გამოდევნე ეს სიბრიყვე მისგან. მე თავისუფალი ვარ კაცო. ყველაზე დიდი საფრთხე ქრისტიანისთვის არის თავისუფლება. არა ცოდვა. თავისუფალი რო არის, რაც უნდა იმას აკეთებს, როცა უნდა იმას აკეთებს და როგორც უნდა იმას რო აკეთებს. ამენ. მიეწებე ეკლესიას. ერთგულ მუშაკებს მიეწებე. ამენ. მოდით ნახოთ, კარგი ილუსტრაცია აღმოვაჩინე. ეს არის ეკლესია ძვირფასებო და მრევლი. და აქ არის სხვადასხვა კატეგორიის მორწმუნე. ზოგი ტელეფონშია, ზოგი დაიღალა, ზოგი საათს უყურებს, ზოგს ძინავს, ზოგი ამთქნარებს, ზოგი ლაპარაკობს, მაგრამ რამოდენიმეა და ერთს განსაკუთრებით აქვს ანთებული გული. ეხლა ყველას გადაგვიტანია. ისე ჩამძინებია ადრე მთელი ღამე ვიარეთ კონფერენციაზე მივდიოდით. საზღვარგარეთ რო ვიყავი, რომ ვერ გამაღვიძეს. მაგრამ ჩემ ბრალი არ იყო, იმიტომ რომ მთელი ღამე ვიმოგზაურე. წამიყვანეს რა. მუდმივად თუ ასია, მაშინ პრობლემა გაქვს. ამენ.
ხო არის განსხვავება რა მე ახლა სიტყვას ვქადაგებ თუ იავნანას გიმღერი ვარ დაიძინე გენაცვალე იავნანინა ვასია თუ უთხარ შეზგვერდით ვიცარ შენ აკვანში არ ხარ ამენ ჰალელუია ქება უფალს აი ნონა მთელი ღამე მუშაობდა და მაინც მოვიდა ეკლესიაში გაკურთხოს უფალდა ამენ ჯობს აქ იყო მე მახსოვთ აქ ღამის ლოცვები რო ქონდა ეხლა აგერ არის ზაური ისე ვიყავით გათიშული ნახევრად და აი ძლივს აი ლოცულობდი რას ვამობდი იცი რაღაც აბდაუბდას ხო ხანდახან რო წერ რაღაცას და ეს კალამი გაგეცახ სადღაც იქეთხარ რა ქონიათ ესე ჰა და დავინახე ზაური ამ იმაზე არის ჩაბღაუჭებული იცი რა მაგარია ეს სახში ძილს აქ იძინე რაღაცას გაიგონებ მაინც და წაიღებ სახში მეთანხმები დიდება უფალს ამენ აქ იყავი მერთან იყავი მის ფეხებთან იყავი როგორც მარია ნუ ფორი აქვს და ფუსფუსე დაიმახსოვრე რა უთხრა იესომ ეხ მართა ის იმას აკეთებდა რა ცუდი კი არ იყო რა წაგერთმევაო და ამან რაც გააკეთა არ წაერთმევაო ყველაფერი წაგერთმევა რასაც იქეთ აკეთებ აქ რასაც გააკეთებ არ წაგერთმევა ამენ ჰალელუია ძვირფასებო ამიტომ იყავი ის ვისი გულიც ანთია ვისაც სულიწმინდის სხივია აი ეს გამოდევნის ყოველგვარ სიმაგრეებს შენი გონებიდან და მას გაყვები კარგით ნელ-ნელა დავიძრეთ დასასრულისკენ ძვირფასებო დავეშვათ უკვე ეშვება თვითფრინავი გაგიხარდა ენოქი მიეწება უფალს ზოგჯერ გასახარებელ რაღაცასაც ვამბობ ყველაზე მაგარია რომ გამზადებთ ბოლო ამინისთვის როგორ მომახიარად ამბობ და მირბიხარ დიდება უფალს ღმერთი იუმორით სავსე ღმერთია ის სერიოზული ღმერთი არ არის ესე ესმის თავისუფალი იყავი ამენ ნუ რამე არ გატეხო აქ თორე იყავი თავისუფალი და იცეკვე მე მოგიწევს გაკეთება ისე ჭერი არ გატეხო იატაკი თორე იყავი თავისუფალი სახში ხარ ამენ კარგით ენოქი გახსოვთ ძვირფასებო ის ისე იყო მიწებებული რომ უფალმა წაიყვანა ვერ მოიშორა ესმის აი ისე უნდა იყო ღმერთისთვის რომ ვერ მოგიშოროს ცოტა მაცალესაც გავიარო გამოვიარო ღმერთი ეუბნებოდა არა შენთან უნდა ვიყო ზოგმა ბავშვმა რო იცის ისეს დევს დედას არსა ტუალეტი იქნება თუ ყველგანს დევს მიეწებე უფალს ამენ ისეა მიწებებული რომ იცის რამდენი კბილი აქვს დედას რა ლუკმა შეიდო იქიდან ამოუღებს ასე გესმით მასე ხარ ლუკა ჰალელუია მიეწებე უფალს აბრაამი მიეწება უფალს უფასებო ისე იყო მიწებებული რომ არც იცოდა როგორ ასრულებდა სიტყვას მაგრამ სიტყვას ასრულებდა ისაკი წაუყვანა შესაწირად ვერ გააკეთებ შეუძლებელს თუ უფალზე არ ხარ მიწებებული და ადვილად გამოგივა შეუძლებელი უფლისთვის თუ უფალზე ხარ მიწებებული იოსები მიეწება უფალს ციხეში იყო და მას მიწებებული იყო უფალო არ მომაშორებს წეპოს არაფერი თუნდაც ძალიან ცუდად მომეფრო დანიელი მიეწება ისე იყო მიწებებული დანიელი ლომებში ჩააგდეს და მაინც უფალზე იყო მიწებებული და ამ წეპომ განაპირობა მისი გადარჩენა პრობლემებში რომ ვარდები თუ უფალზე არ ხარ მიწებებული პრობლემა შეგჭამს იყავი უფალზე მიწებებული და ეს ლომები რამეს ვერ გიზამენ ამენ შენი კი არ ეშინია პრობლემას და ეშმაკს იესოს ეშინია ამიტომ რატო ფურია გაკაცო გაუშვი იესო წინ და უთხარი თუ მაგარი ხარ იესო შეჭამე ამენ აი რამე თუ შემოგიტევს და გზნობ ტკივა უთხარი იესოს ატკინე თუ მაგარი ხარ ამენ
იესო ჩააგდე ვალებში თუ მაგარი ხარ. გაუშვი იესო წინ, სამირბი ხარ. სადმირბი ხარ. ჰალელუია. ამიტომ რომ ის დაგიცავს აბსოლუტურად. სამი ძმები ძვირფასებო. შედრახი, მეშახი, აბედნეგო. უფალზე იყვნენ მიწებებული. რომც დავიწვათო, მაინც არ გეთაყვანებითო შენ. რა საოცარია. არ მოვაპარენებ ახლა ამ ისტორიას დროს, მაგარი ისტორიაა. ამენ. დავითი ისე იყო მიწებებული, მიხვდა რომ შეცდა და მოინანია. რამაც იხსნა საბოლოოდ. რუთი მიეწება ძვირფასებო. ბიბლიაში ასე წერია, რუთი იმ შრომელებს მიეწება ყანაში. და დავითის დიდი ბებია გახდა. გესმე? ჯერ დედამთილს მიეწება. აი, თქვენ განსაკუთრებით დებო, ქალბატონებო, იქ რომ მიხვალთ, კითხეთ რუთს, როგორ მიეწება დედამთილს ასე. ახლა ესე როგორ შეიყვარა დედამთილი კაცო? დედასავით დედამთილი, დედასავით გელინო? დედამთილმა ისე იყო მიწებებული, დედამთილმა ვერ მოიშორა, წაიო, მეორე წავიდა. კი, მან გაუშვა აკურთხა. ეს ვერ მოიშორა. გესმით? მე აღარ ვარ იმასაკის რომ კიდო გავთხოვდე და შვილი მეყოლოს რომ გაგაყოლო. წადიო, არ წავიდა. და უფალმა აკურთხა. თუ მიეწებები უფალს, ერთგული თუ იქნები, ვერ წარმოიდგენ რა კურთხევაში იქნები შენ და შენი სამომავალი. ამენ. ესთერი მიეწება და არაფრისგან მონობაში მყოფი. დედოფალი გახდა იმპერიის. რა საოცარია. ამენ. ჰალელუია. ამიტომ ნუ ოცნებობ რომ ეხლა თეთრი ცხენით ჩამოივლის ვიღაცა, უფალს მიეწება და ის მოგიგვარებს კაცო. ნუ ფიქრობ. თეთრ ცხენზე ამხედრებული საქმროსთვის. უფალს მიეწება. ამენ. უფალს მიეწება და მის დროს გააკეთებს. ამენ. შენ ნუ ეწებები ვინმეს რომ მოიყვანო და გაქვეს. უფალს მიეწება. და უფალს ყავს მასზე მიწებებული. და აუცილებლად შეგახვედრებს. ამენ. შეწყვიტე შენ ფორიაქი. ჰალელუია. დიდება უფალს. იცით, შეიძლება ფიქრობს მე, უფალზე რომ დამეჯერა. არ არის გვიან. ამენ. იმან როდემდეო, ხო? დიდება უფალს, კარგით. უფალმა გააკურთხო ძვირფასებო. ნახეთ, არის განსხვავებები. პატარა მაგალითი მინდა დამახსოვრებისთვის მოვიყვანოთ, რაც უფალმა ამიხსნა რა. ხო ვიცით ყველამ რა არის ღილი? იცით? საჭიროა. უფალს არ უთქვავს მიეღილე. ამენ? შეიძლება მოწყდეს. ბევრი მიღილული არის ქრისტიანი, რომელიც მე მოწყდა და ნუ არ ვიცი ელოდება ისევ ალბათ ძაბს რომ ისევ მიაკრა მის ადგილზე. უფალს არ უთქვამს მიეფხიწე, ფხიწიც არის. ადვილად ეფხიწება, ძრება, მაგრამ განსასწრელი მოგაძრობს მაინც. ბიბლიაში წერია მომეფხიწეო? ამენ. მიეკერეს არ წერია, იმიტომ შეიძლება გაიხას. რო იხევა და კერაო, კემსაო. უკვე მარტო ძაფები როა დარჩენილი და აღარ არის დარჩენილი რამე და მაინც არ აგდებ. ამენ. გესმით? ელვა. იცით ელვა რა არის? ძალიან ბევრი ზმეიკას ეძახის, ზმეიკა არ თქვა, ზმეი გველია. გველს ნუ უძახე კაცო, რაც გულზე გაქვს. ამენ. ელვა იცით რისგან არის, რომ ელავს. დაელა. ძალიან ბევრი ასეა, დაელავს, შემოელავს ეკლესიაში, მე გაელავს ისე. ელვა განახოთ რაზეა ელვა. სადა? ელვა, ნუ აგერ ჩანს უფრო. ახე. ამენ.
ესე არ იყო. შემოვიელვე. ალელუია. უფალი რას ამბობს ძვირფასებო? მიეწებე. ამენ. თქვი, მე არ მივეხილები უფალს. მივეელვები, მივეკერები. თქვი, მივეწებები. ამენ. იმიტომ რომ წეპო, რომელსაც უფალი გთავაზობს, ეს არის ძალიან მყარი ძვირფასებო. და გაუძლებს ყველაფერს. ამენ. არც რეზინა, იმიტომ ის არ არის საიმედო რეზინა. ხანდახან შუაგზაში შეიძლება გაწყდეს და მარცხი მოგივიდეს. ამენ. ამენ. დიდება უფალს. ვიღაცა შეიძლება ატკინოს რამეში რომ გაიწიწები ძალიან. ან შენ მოხდება და გეტკინება, ან სხვას ატკენ. მიეწებე. გადარჩები შენ და მთელი შენი სახლი. დიდება უფალს. ამენ. არ მოწოდე ეკლესიას. მიეწებე. ჰალელუია. გება უფალს. მე რეიცინეთ იმაზე რაზეც ვილაპარაკე. მაგრამ დაიმახსოვრე. წეპო თქვა უფალმა. მომეწებეო. ამენ. მეორე სამუელის 23:10. აქ არის ისტორია დავითის მეომრებზე, გმირებზე, ძვირფასებო და ერთ-ერთს ხმალი ისე მიეწეპა ვადაზე, ხელზე, ხმლის ვადა, რომ ვეღარ მოშორდა. ასე უნდა იყოს მიწეპებული შენზე ბიბლია. ამენ. დღეს ქრისტიანებზე ტელეფონია მიწეპებული. ახე ადგა და იქამდე მუსრა ფილისტიმელები, ვიდრე არ დაეღალა მარჯვენა ხელი და მახვილს არ მიეწეპა. დიდი გამარჯვება მოიტანა იმ დღეს უფალმა, ხო, ნადავლის ასაკრებად გაჰყვა მას ხალხი. ელეაზარი იყო მგონი ეს. არ მოშორდესო, იესო ამბობს შენს თვალებს ჩემი სიტყვა. ამენ. მიეწეპო შენს თვალებს. ტელეფონი კი არა. ბიბლია. შეიყვარეთ ბიბლია. იქ არის შენი კურთხევა ძვირფასო. ამენ. იქ არის შენი გადარჩენა, შენი მომავალი. იმედი. იქ არის გამარჯვება და წარმატება. სხვაგან არსად. ეს არის ერთადერთი დანაპირები, რომელიც 100%-ით სრულდება. უტყუარი არ გაგაცრუებს უფალი. რაც დაგპირდა და აღგითქვა. ის ამას აუცილებლად გააკეთებს. ამენ. იარაღი. ჩვენ სულის იარაღებზე ვიცით ძვირფასებო. ხმალი, სულის იარაღი, ანუ ბიბლია. ეს არის სული წმინდის იარაღი. თუ ბიბლიას არ კითხულობ, მაშინ შენ სულს თუ დაგრჩა, არ ეკნება იარაღი. ამენ. გაქვს სული წმინდა. მას რომ იარაღი კონდეს, ბიბლია უნდა იკითხო. თუ ბიბლიასთან არ გაქვს მუდმივი ურთიერთობა, შენ სულს არ ეკნება იარაღი. ეს ნიშნავს იმას, რომ დამარცხდები. და მიაქცია ყურადღება, რომ მუდმივად იყო. მიეწებე მის მცნებებს. 119 ფსალმონის 31. შენს მოწმობებს მივეწებე უფალო, ნუ შემარცხვე. არასოდეს არ შერცხვები თუ მიწებებული იქნები უფალზე. ამენ. არასოდეს არ შეცხვები. ჰალელუია. ძვირფასებო ნახეთ. ნუ პატარა, ნუ რაღაცები მეც მაქვს დაწეპებული ხოლმე რა. ეხლა დიდი ის არა ვარ რა ქვია, მაგრამ რა უნდა გააკეთო თუ თქვათ გაგიფუშტა ტუფლი, ეს ელემენტარულად. ძველი ნარჩენი უნდა აფხიკო. ეგრეა? გაასუფთავო, წაუსვა წეპო. გაშრეს უნდა ცოტათი, მერე უნდა მიაგო ერთმანეთს და სიმძიმე დაადო. რომ კარგად დაეწებოს. ამენ. დღეს ღმერთი შანს მოგცემს, ეს ძველი ააფხიკე ყველაფერი. უთხარი ღმერთო, აი ეს არის, ეს არის, ეს არის. რაც უშლის ხელს, კი ისევ მიყვარხარ, მაგრამ გაფუჭდა და აცურა. თუ ამძრალია ეს ურთიერთობა. არ დაიხიო უკან უთხარი უფალო მიშველე, თორე ჩემით ვერ გავაკეთებ ვერაფერს. ამენ. ის აგაფხეკინებს და ყველაფერში მოგეხმარება. ამენ. ძვირფასებო, ებრაულად მცნება, ჩემი მცნება დაიცავით, 10 მცნება, დეკალოგი ხო გაიგონიათ.
არის სიტყვა მიცვა, რაც ნიშნავს მიწებებას. ამენ, შენზე უნდა იყოს მიწებებული ის, რაც უფალმა თქვა, რომ არ უნდა გააკეთო. თორე თუ ამას ამბობ, რომ ვიცი, ეს არაფერს არ შეცვლის. წეპო, ხარისხიანი შემოდებული თაროზე არაფერს არ დააწეპებს. ამენ, თუ თქვა არ იტყუო და არ იქურდო, არ უნდა გააკეთო. თორე რომ იცი, რაც წერია, ეს არაფერი არ არის. ასევე 12 მოციქულიდან ლევიანი ძვირფასებო ნიშნავს ეწეპება. ესმის? ლევიანები ღმერთმა დააწესა მსახურად. მსახური მიწეპებული უნდა იყოს უფალზე. მსახური მიწეპებული უნდა იყოს ეკლესიაზე. როგორი მსახურია კაციკაც, თუ არ არის უფალთან. თუ უფალს არ ექვემდებარება, რისი მსახურია? თუ გინდას იყოს პასტორი და უფრო დიდი. თუ ბიბლიაზე არ არის მიწეპებული, არ ასრულებს, რისი ლევიანია? ამენ? თუ ოჯახში არ აქვს წესრიგი, ბიბლიური, რისი მსახურია? გესმით? იქ წერია ხო, როგორი უნდა იყოს პასტორი. ჰალელუია. თუ არ მიეწებები უფალს და სხვა რაღაცებს მიეწებები, ვერ შეძლებ რომ შეხვიდე იმ გრაფიკში. ჰალელუია. ჩვენს ღმერთს დიდება ძვირფასებო. ამენ. სიკეთეს მიეწებე, რომაელებში პავლე მოციქული ამბობს. ეს დღეს ალბათ ბოლო ადგილი და დავასრულებთ. სიყვარული იყოს უთვალთ მაგცო, წრფელი. ამენ. როგორ ადვილად შეგვიძლია ხალხს უთხრათ მიყვარხარ. აი სადღეგრძელოს ფორმით რა. ესე სადღეგრძელო ვინმე რომ მოისმინოს ჩვენი ტრადიციული იტყვის რომ აუ ეს რა ერია კაცო. ერთმანეთს ჭამენ. წრფელი იყოს შენი სიყვარული. ამენ. ჭიქით ყველა იტყვის მიყვარხარ. მოდი ვახტანგური, თუ ჩებში ვაკოცოთ ერთმანეთს. ესმე. წრფელი იყოსო. შეიძულე ბოროტება და მიეკარი კეთილს. ამენ. შეიძულე. ნახეთ, ძვირფასებო, იესომ რა თქვა იცით? ჩემი უღელი აიღეთ. მიეწება იესოს უღელში. იმიტომ რომ ეს უღელიო, საერთოდ უღელი ხომ ძიმია. ეს უღელი მსუბუქია უამბობს. ერთადერთი უღელი, რომელიც მსუბუქი არის, იესოს უღელი. ტვირთი ძიმია, მაგრამ ერთადერთი ტვირთი, რომელიც ჩატია, იესოს ტვირთია. ამენ. ამიტომ თუ შენ იესოს ტვირთს აიღებ, თუ შენ იესოს უღელს იტვირთავ, შენს უღელს და ტვირთს იესო იტვირთავს. გესმით? იმიტომ რომ ბოლოს, როდესაც მოვა უფალი, ნახეთ, ბოლო ილუსტრაცია ვნახოთ. იესოს მიყვება ცხვარი და გვერდით მიდის თხა. გონი დღეს იყო გრაფიკით თუ როდის გუშინ არ ვიცი. ცხვარს თავის მარჯვნივ დაიყენებს იესო, თხას მარცხნივ. არ აღმოჩნდა გვერდით მოსიარულე. არ საუბრობ იმაზე, ვინც საერთოდ არ არის. მე ხომ ეს მიუყვები იგერ უფალს. არა, მის კვალში უნდა იდგე. ამენ. უნდა მოშორდე ფართო გზას და ვიწრო გზაზე დადგე. ვიწრო კვალში ჩადგე. უნდა მოშორდე კომფორტს და ვიწრო კარიბჭეში გაეკვეხო, შეეკვეხო. გესმის? რომ მიხვიდე გადასარჩენად საბოლოოდ. იმიტომ რომ მხოლოდ ცხვარს აქვს პრივილეგია. ჰალელუია. რატომ ძვირფასებო? ცხვარი მიწებებულია მწყემსზე. მიეწებენ მწყემს. ამენ. ნუ ხარ გვერდით. ეგრევე პოზიცია იცვლება თუ გვერდით ხარ. მის კვალში დადექი. და ყველაფერი კარგად იქნება შენ ცხოვრებაში. იესოს სახელით და ყველამ თქვა ამენ ჩვენს უფალს ვირფასებო. მოდი წამოვიდეთ.